ალექსანდრიისა და ანტიოქიის ქრისტიანები ერთმანეთთან მოარიგა მე-5 საუკუნის 30-იან წლებში მიღებულმა უნიამ, რომელმაც თითქოს შეკრა და საბოლოოდ დაასრულა ეფესოს კრება. სიტყვა უნია შეერთებას ნიშნავს და მან მართლაც შეერთა ალექსანდრიული და ანტიოქური დოქტრინები. იოანე ანტიოქიელის და ნეტარი დეოდორიტეს თხზულებები მთლიანად გაიწმინდა ნესტორიანული აზრებისაგან. უნიას საფუძვლად დაედო აღიარება, რომელიც იოანე ანტიოქიელმა კირილე ალექსანდრიელს წარუდგინა. მას დაერთო განცხადება, რომელშიც იოანემ და სხვა სირიელმა ეპისკოპოსებმა შეაჩვენეს ნესტორი და მისი სწავლება. წმინდა კირილე დიდად გაახარა იოანესა და მისი თანამოაზრე ეპისკოპოსების მიერ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღიარებამ. ეკლესიაში ფოთი ამან ჩააწყნარა. მათ შემდეგ ფინიკიის, კილიკიის, არაბეთის, მესოპოტამიისა და სხვა ეკლესიებიც შეუერთდნენ, თუმცა რასაკვირველია, ყველაფერი ამას არ ჩაუვლია წინააღმდეგობის გარეშე. ამ გაერთიანების მოწინააღმდეგეები იყვნენ ადამიანები, რომელთაც კირილე განმანათლებლის ურთიერთობა იოანე ანტიოქიელთან აეჭვებდათ და მას ამას მართლმადიდებლობის ღალატში უთვლიდნენ. ეს ადამიანები მონოფიზიტური სარწმუნოების წინამორბედნი გახდნენ. წმინდა კირილეს სიცოცხლეში მისი მცდელობის მიუხედავად ამ ჯიუტ ერეტიკოზებს არაფერი ეშველათ და იგი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ვერ მოესწრო სრულ სიმშვიდეს ეკლესიაში. უნიისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად 458 წელს კონსტანტინოპოლში გაიმართა ადგილობრივი კრება. ამ კრებას ესწრებოდა არქიმანდრიტი ევტიქიც, ბერი კონსტანტინოპოლის მონასტრიდან. მან მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წმინდა კირილეს დაუჭირა მხარი, მაგრამ უნიის შემდეგ მის მოსაზრებებს ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ უკვე აღარ მიემხრო და ასე უარყო ეს უნიატური დოკუმენტი. ეთიკის მონოფიზიტური სწავლება დაახლოებით შემდეგში მდგომარეობდა. ღვთისმეტყვის განხორციელების შემდეგ თაყვანს ვცემ ერთ განხორციელებული და განკაცებული ღმერთის ბუნებას. ან კიდევ ვაღიარებ, რომ უფალი ღმერთი ჩვენი შეერთებამდე ორი ბუნებისაგან შედგება, შეერთების შემდეგ კი ვაღიარებ მის ერთ ბუნებას. ეს ფრაზები წმინდა კირილეს თხზულებებიდან იყო, მაგრამ ევტიქი მისი მოსაზრებები ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოადგინა და ასე მისცა მას ერეტიკული ხასიათი. მონოფიზიტობა ერთ-ერთი მწვალებლობა არის, რომელიც დღევანდელ დღესაც მოქმედებს რამდენიმე ქვეყანაში წარმართველი არის და ეს მწვალებლობა ასეთი სახის სწავლებას აყალიბებდა. როდესაც მაცხოვარი განკაცდა და მიიღო ადამიანის ბუნება, ისინი ამბობდნენ, რომ თავიდან მას ესე ვიდრე განკაცდებოდა, რადგან ის იყო პიროვნება ღმერთი, მეორე იპოსტასი ძეღვთისა, მას ჰქონდა თავისთავად ბუნება ღვთაებრივი, მაგრამ როდესაც მიიღო კაცობრიობი ბუნება, ამ ღვთაებრივმა ბუნებამ კაცობრიობი ბუნება შთანთქა, ესე იგი, და ის ერთ ბუნებად ჩამოყალიბდა, რადგან ერთ პირს შეიძლება რომ ერთი ბუნება ჰქონდეს. ეს სწავლება მოდიოდა ძველი ფილოსოფიური სწავლებიდან, ესეთი გადმოცემა იყო, რომ ყოველი ჰიპოსტასი თავისი ბუნების გამომხატველი არის და ამავდროულად ყოველ პიროვნებაში ბუნება ხორციელდება და არ არსებობს ბუნება პიროვნების გარეშე და პიროვნება ბუნების გარეშე. ამიტომ მათ ეს გარკვეულწილად რიცხობრიობამდე დაიყვანეს და თქვეს, რომ ერთი პიროვნება ყოველთვის ერთი ბუნების გამომხატველი შეიძლება იყოს. და ამიტომ მიიჩნიეს, რომ რადგან ერთი პიროვნება იყო და ისინი ამბობდნენ, რომ ქრისტე იყო ერთი, ამიტომ თქვეს, რომ ეს ორი ბუნება შეერთდა ერთმანეთში და აღარ არის უკვე ორი ბუნება, არამედ ერთი ბუნება არის, რომელიც არის რა თქმა უნდა ღვთაებრივი, რადგან ღვთაებრივი ბუნება გაცილებით ძლიერი არის, აღმატებული არის ადამიანის ბუნებას და მან შთანთქა ის თავის თავში. მაგრამ მე დაისვა კითხვა, აი როდის მოხდა ეს სწორედ ეს განკაცების გამოხსნის და ერთ პიროვნებად ერთ ბუნება ჩამოყალიბება. თქვენს რომ ეს ჩასახვისთანავე მოხდა, როგორც კი განხორციელება მოხდა. შემდგომ დაისვა კითხვა, თუ კი ეს ასე მოხდა, რადგან ადამიანი ორი ბუნებისა არის, სულიერის და ფიზიკურის, მაშინ აი ფიზიკური მდგომარეობა ის გამოხსნა როდის მოხდა. და მათ თქვეს, რომ ესეც სწორედ ჩასახვისთანავე მოხდა. მაგრამ შემდგომ დაისვა კითხვა, რომ მაშინ თუ ჩასახვისთანავე მოხდა, მაშინ ვინ იყო, რომელიც დადიოდა, სტკიოდა, უხაროდა, შიოდა, წყუროდა, სიკვდილი განიცადა და მათ თქვეს, რომ როგორ შეიძლება, რომ ეს ყოფილიყო
ღმერთი როგორ შეიძლება რომ ღმერთს შიოდეს ან მოწყურდეს ან მან თქვენს მასში რომ ეს ყველაფერი მაცხვარს ქონდა მხოლოდ მოჩვენებითად ეს ყველაფერი მაშინვე გამოისყიდა მაგრამ ეს კი აჩვენებდა და ეს მოქმედებდა ასე მაგრამ სინამდვილეში ის არ განიცდიდა არც ტკივილს არც წყურვილს არც იმ ბუნებრივ მოთხოვნილებას ფიზიკური მდგომარეობისას რომელსაც მამები უყვედრელ ნებებს უწოდებენ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფლავიანეს და ევტიქის მამხილებელ ევსივი დორილეუს სხვა მოსაზრებები გააჩნდათ ამაზე. ფლავიანეს მიხედვით, ქრისტეში შეერთებული ორი ბუნება სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ბუნებანი თავიანთი თვისებებით შეერწყნენ ერთმანეთს. ბუნებათა თვისებები ამ ურთიერთზიარობის დროსაც სრულყოფილად შენარჩუნდნენ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ იესო ქრისტე არის სრული ღმერთი და სრული კაცი. ერთი ჰიპოსტასი, ორი ბუნების მქონე. კრებამ ევტიქი ამხილა ერეტიკოსობაში. მაგრამ იმ ეკლესიებმა, რომლებიც ალექსანდრიულ იდეებს აღიარებდნენ, კონსტანტინოპოლის კრება კანონიერად არ სცნეს. ესენი იყვნენ ალექსანდრიის, ანუ ეგვიპტის, რომისა და იერუსალიმის ეკლესიები, მაგრამ სამაგეროდ კრებას ყველა იმ ეკლესიამ დაუჭირა მხარი, რომელიც უნიის მომხრე იყო. უნიის მოწინააღმდეგეები თავიანთავს ჭეშმარიტი სარწმუნოების დამცველებად მიიჩნევდნენ და არიანელთა მსგავსად, რომლებიც მეფე კონსტანტის პერიოდში განხეთქილებას აგდებდნენ, ეკლესიაში იწყო შფოთის შემოტანა ალექსანდრიის პატრიარქის დიოსკორეს წინამძღვრობით. დიოსკორეს განსაკუთრებით სძულდა წმინდა კირილე, თუმცა თვალთმაქცობდა და ამას არ ამჟღავნებდა. იგი ცდილობდა ეკლესია დაებრუნებინა იმ მდგომარეობაში, რომელშიც მესამე მსოფლიო კრების წინ იმყოფებოდა. ქალკედონის კრებაზე გამოთქმული მისი მოსაზრებებით კირილეს სძულდა მართალი სარწმუნოება. დიოსკორეს ამ სიძულვილს ახლა გამოხატავდა უშუალოდ უნიისადმი მტრობით. იგი ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლის ამ კრებამდე ყველა ქვეყნის მონოფიზიტებთან იყო კავშირში. ევტიქი და სხვა მონოფიზიტები სწორედ მისი მეთაურობით მოქმედებდნენ. და აი 459 წელს, სწორედ მისი წინამძღოლობით გაიმართა ეფესოში ეგრეთ წოდებული ყაჩაღთა კრება, რომელიც ერთგვარი პაროდია გახლდათ მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებისა. ამ კრებაზე უკვე აშკარად გამომჟღავნდა მათი მტრობა საღვთისმეტყველო მეცნიერებისადმი. ზოგადად მონოფიზიტები აწმყოთი კი არა წარსულით ცხოვრობდნენ. მათ ცალმხრივად აღიქვეს წმინდა ათანასეს აზრი, რომ ნიკეის კრებაზე მიღებული მრწამსი მტკიცედ უნდა შეენახათ. და აქედან გამომდინარე დაასკვნეს, რომ თუ ვინმე შეეცდებოდა სარწმუნოების ჭეშმარიტების ახსნას, ამით უარყოფდა ჭეშმარიტებას. მათ ხარისხი ჩამოართვეს იმათ, ვინც ქრისტეს ორბუნებრიობას აღიარებდა. ამით აშკარა გახდა ყაჩაღთა კრების მონოფიზიტური ხასიათი. ხარისხი ჩამოართვეს აგრეთვე იმ დროის კეთილშობილ მოღვაწეს, მეორე იოანე ოქროპირად წოდებულ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფლავიანეს და მასთან ერთად ევსევისაც. ამ კრების მსხვერპლად იქცა ყველა ის ადამიანი, რომელიც უნიას და ანტიოქური საღვთისმეტყველო მიმართულების მომხრე იყო. კრების მონაწილენი დიოსკორეს მოსაზრებებს ასეთი შეძახილებით დადასტურებდნენ. შენი პირით ღმერთი ლაპარაკობს, შენი პირით სული წმინდა ღაღადებს. კრებაზევე შეიპყრო შეიარაღებულმა ჯარმა წმინდა ფლავიანე და ისეთი სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რომ მან 3 დღეში დალია სული. ყველაფერმა ამან კი აუცილებელი გახადა მოეწვიათ მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება. პაპმა ლეონმა და სხვა აღმოსავლელმა ეპისკოპოსებმა დაარწმუნეს იმპერატორი თეოდოსი მეორე ამის აუცილებლობაში, მაგრამ იმპერატორი მოულოდნელად გარდაიცვალა. ამდენად კრების მოწევა მოხდა მეფის დის, პულხერიასა და მისი მეუღლის, მარკიანის დახმარებით. და კრება შედგა 451 წელს ქალკედონის წმინდა მოწამე ეფემიეს სახელობის ეკლესიაში 630 ეპისკოპოსის მონაწილეობით. კრებას ხელმძღვანელობდა პატრიარქი ანატოლი, რომელსაც პატრიარქად ხელი დაასვეს პატრიარქ ფლავიანეს შემდეგ. კრებაზე ორი მხარე დაუპირისპირდა ერთმანეთს. ტაძარში, სადაც კრება გაიხსნა, თავიდანვე მარცხენა მხარეს დადგნენ რომის ეპისკოპოსები, კონსტანტინოპოლის, ანტიოქიისა და აზიის ყველა ეპისკოპოსები. მარჯვენა მხარეს კი დადგნენ პალესტინის, ეგვიპტისა და ილირიკის ეპისკოპოსები. მარცხენა მხარეს მდგომთ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ანატოლი ხელმძღვანელობდა. მარჯვენა მხარეს მდგომთ კი ალექსანდრიის პატრიარქი დიოსკორე. კრების მსვლელობისას რომის ეკლესია, რომელიც მონოფიზიტურ საკითხების განხილვისას თავიდან ევტიქის მხარეზე იდგა, თანდათან ჩამოცილდა ალექსანდრიული ეკლესიების ინტერესებს. ამის მიზეზი ისიც გახლდათ, რომ 458 წელს კონსტანტინოპოლის კრებაზე ევტიქის სააპელაციო საჩივარს მხარე არ დაუჭირა პაპმა ლეონმა, რისთვისაც ევტიქი მას აშკარად შეაქცია ზურგი. ამან ძალიან შეურაცხო პაპი ლეონი, მით უმეტეს, რომ მე-4-მე-5 საუკუნეებში რომის პაპები უკვე აშკარად ამჟღავნებდნენ მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიების მართვა-გამგებლობაში პირველობის მისაკუთრებისკენ ლტოლვას. ამას ისიც დაერთო, რომ დიოსკორემ
ყაჩაღთა კრებაზე ევტიქის მხარდაუჭერლობის გამო შეაჩვენა პაპი ლეონი. სწორედ ამ მიზეზთა გამო იყო, რომ პაპმა ლეონმა თავისი დამოკიდებულება შეცვალა მონოფიზიტთა მიმართ, განუდგა მათ წინამძღვრებს და მიემხრო კონსტანტინოპოლის ეკლესიას. რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიების გაერთიანებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის წმინდა ფლავიანეს, რომელსაც ქალკედონის კრებაზე საიმპერატორო ხელისუფლებამ აღუდგინა ყველა იმ პირთან ერთად ის პატივი და ღირსება, რომელიც დიოსკორემ ჩამოართვა მას და უნიის ყველა მომხრეს. ამავე ქალკედონის კრებაზე დამტკიცდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის თანასწორობა რომის პაპთან, რასაც პაპები მთელი ქრისტიანული ეკლესიის არსებობის მანძილზე ვერ აღიარებდნენ. სწორედ ქალკედონის კრების განჩინებით დადგინდა, რომ ეკლესიის მართვა-გამგებლობა, რომელსაც პაპები რატომღაც მხოლოდ თავიანთ თავს მიაკუთვნებდნენ, უნდა მომხდარიყო ბიზანტიის პატრიარქებთან ერთად. ამით ქალკედონის კრებამ აღმოსავლეთთან დამოკიდებულებაში ერთხელ და სამუდამოდ დაგმო პაპის პატივმოყვარეობა. ცხოვრების განკაცება და მისი არსი სწორედ ის არის, რომ მან მიიღო ყველაფერი, რაც კი ადამიანს ჰქონდა, ის ნებები, ის თვისებები, რომელიც იყო მანკიერებები. სულიერი გასაგებია, რომ როგორც კი მოხდა განკაცება, სულის გამოსყიდვა მაშინვე მოხდა მყისიერად, მაგრამ და მას სულიერი ნებები არასდროს არ ქონია, მაგრამ ეს უყვარელი ნებები, რომელიც არის ფიზიკური მდგომარეობის, რომელიც ცოდვის შედეგიდან მომდინარეობს, რაც არის ტკივილი გამოცდილება, სიბერეს, სიკვდილი, წყურვილის მოკლა და ასე შემდგომ, აი ეს ყველაფერი უნდა გამოხსნილიყო. და თუ კი ამის გამოსყიდვა ვერ მოხდებოდა, თუ კი ის არ იტვირთებდა ამას, მაშინ თუნდაც ერთი თვისება რო დარჩენილიყო ადამიანისა გამოუსყიდავი, მაშინ ფაქტიურად გამოდის, რომ ადამიანი ვერ ცხონდებოდა. და მართლმადიდებლობა სწორედ ამას ამბობს, რომ სწორედ მან ყოველივე ეს იტვირთა. აღდგომის შემდგომ მოხდა ადამიანის ბუნების სწორედ ასეთ მდგომარეობასთან დაბრუნება, რასაც მას აღარ ჰქონდა ტკივილის განს, აღარ ჰქონდა წყურვილის სურვილი, აღარ ჰქონდა შიმშილის სურვილი და ასე შემდეგ, რაც ბუნებრივად, როდესაც შეიქმნა ადამიანი, სწორედ მაშინ ჰქონდა სამოთხეში ასეთი მდგომარეობა. და თუ კი ეს მან არ გამოისყიდა, მაშინ ადამიანი რჩებოდა გამოსყიდვის გარეშე. და სწორედ ეს არის დარღვევა. მონოფიზიტობა სწორედ მას აღიარებს, რომ ეს იყო სრული ღმერთი, მაგრამ აღარ იყო სრული კაცი. მან ესე იგი ადამიანი მთლიანად ვერ გამოისყიდა. თუ კი არ მოხდება ადამიანის ყოველივე ტკივილის მიღება უფლისგან, მაშინ ვერც მოხდებოდა მისი ცხონება. ამიტომ ეს არის ძალიან მძიმე დარღვევა. ერთ-ერთი მთლიანად გაუაზრებელი ყოფა არის იმისა, თუ რა არის მაცხოვრის განკაცება, რა მოუტანა უფალმა, რა იტვირთა მან ჩვენთვის და რამხელა ღვაწლი არის ეს ადამიანისთვის, რომ მან ბოლომდე ყველაფერი იტვირთა, მან სიკვდილიც კი განიცადა, რათა სიკვდილი არის სწორედ სულისა და ხორცის განყრა. ჩასახვისთანავე ვერ მოხდებოდა სულის და ხორცის განყრა, იმიტომ რომ ეს სიცოცხლის დასაწყისი იყო. ამიტომ მაშინ გამოდის, რომ ეს სიკვდილი, რაც არის სწორედ გაშორება სულის და ხორცისა, მას არ განუცდია. თუ არ განუცდია, ესე იგი მას არც გამოუსყიდია. და მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ისევ მდგომარეობაში ვრჩებით, როგორშიც ვიყავით და არანაირი გამოსყიდვა და მისის აღსრულება არ ყოფილა. ეს სწორედ ეს დარღვევა არის მონოფიზიტობა, რომელიც არის მართლს მოკლებულობა, გაუაზრებლობა და თავადვე უარესთქმა იმ ღვაწლზე და იმ ტვირთზე, იმ მადლზე, რომელიც მაცხოვარმა მოუტანა ადამიანს. სწორედ აღდგომის შემდგომ მართლმადიდებლობა სწორედ ამას ასწავლის, რომ ის ყველაფერს განიცდი და აღდგომის შემდგომ მოხდა სწორედ სხეულის გამოსყიდვაც, რომელიც არის მარადიული ყოფისთვის განსაზღვრული. ეს სწავლება სწორედ მეოთხე მსოფლიო კრებაზე მოხდა ამის დაგმობა, თუმცა როგორც თქვით, ეს სწავლებლობა დღევანდელ დღემდეც გარკვეული ადამიანების განწყობილებას და ეკლესიასთან დაშორებას ისევ აგრძელებს. დიოსკორეს მრავალრიცხოვანმა მიმდევრებმა რტვინვით მიიღეს ახალი პატრიარქი პროტერი და ცოტა ხნის შემდეგ მოკლეს კიდეც. პალესტინასა და სირიაში კი ევტიქელები ამღვრევდნენ წყალს. მეუდაბნოები ღელავდნენ, რადგან სულ უფრო ხშირად ხდებოდა სისხლის მღვრელი შეტაკებები. დედოფალი ევდოკია თეოდოსის ქვრივი, რომელიც იერუსალიმში ცხოვრობდა, ევტიქელებს უწევდა მფარველობას. ერეტიკოსებმა განდევნეს იერუსალიმის პატრიარქი იუბინელი და მის ადგილას დაადგინეს ბერი თეოდოსი, რომელიც მართლმადიდებლებს დევნიდა და ცდილობდა გაევრცელებინა ევტიქის ერესი. 30 წლის შემდეგ ქალკედონის კრებიდან იმპერატორმა ზენონმა, რომელიც ქვეყანას 474-491 წლებში მართავდა,
გადაწყვიტა შეერიგებინა ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ბანაკები და ბრძანა შეედგინათ ერთიანობის ფორმულა ენოტიკი, რომელშიც 4-ვე წინა კრებების დადგენილებები დამტკიცდებოდა. ამ ცდილობამ ვერანაირ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. მონოფიზიტები სხვადასხვა სექტებად დაიყვნენ, ბევრი ანტიოქიელი პატრიარქიც დაავადდა ამ წვალებლობით. პატრიარქი ფულონი ამტკიცებდა, რომ არა მხოლოდ ერთი პირი განკაცდა და ევნო, არამედ მთელი სამება და ამის მომხრეებმა ჩამოაყალიბეს განსაკუთრებული სექტა, რამაც ჩამოაგდო კვლავ განხეთქილებები და ახლა მათ შორის დაიწყო სისხლიანი შეტაკებები. მონოფიზიტური სწავლება აღიარა სომხურმა ეკლესიამ, თუმცა მან არ აღიარა ქალკედონის კრების დადგენილება. იმპერატორმა ანასტასიმაც არ მიიღო ეს დადგენილება და ცდილობდა თავის მოსაზრებების გავრცელებას. ამის ნიადაგზე კვლავ ჩამოვარდა განხეთქილებები აღმოსავლურ და რომაულ ეკლესიებს შორის.